ერთადერთი გამოსავალი ამ უჟმურამიჩი, რომ გადაგვეღო კარგი ვიდეო, იყო ის, რომ გადაგვეღო Samsung Galaxy S20-ი. რა თქმა უნდა 4K-ში. მე ვარ გიორგი სარიშვილი და დღეს ნახავთ Volvo-ს ჩვენ უხეშ ტესტ-დრაივში. ბევრისთვის ძალიან უცნაური გადაწყვეტილება შეიძლება იყოს Volvo-ს მოყვანა, მაგრამ ჩვენ ჯერ Volvo არ გადაგვიღია და ძალიან საინტერესო უნდა იყოს. ნახოთ, აბა, ახალი Volvo რას გვთავაზობს. ეს არის Volvo XC90 T6 მოდელი. T6 რაღაც უფრო ტერმინატორისკენ მივდივარ ყოველთვის, იმიტომ T მოდელი რაღაც ისეთი სახელწოდებაა, T რაღაც ბოროტი. თუმცა აქ სიბოროტის და სპორტულობის გარდა ყველაფერია. ეს არის ელეგანტური ავტომობილი. ძალიან ბევრი მინდა ვისაუბრო ამ მანქანასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბევრი არ გვხვდება ჯერჯერობით, რატომღაც საქართველოში არ არის ესეთი აქტუალური და პოპულარული Volvo, თუმცა დღეს გავარკვევთ თუ როგორი ავტომობილია. ყოველ შემთხვევაში ვეცდებით რომ გავარკვიოთ. აქვე შეგახსენეთ რომ ჩვენ ვიმყოფებით კავკასიის ავტომარკეტის ტერიტორიაზე, C-ები სადაც გადავიღეთ. პანდემიიდან გამომდინარე, აქ გადაადგილება შეუძლებელია, თუმცა ეს არ არის პრობლემა არ ჩვენთვის და არც თქვენთვის. თქვენ შეგიძლიათ Facebook-ზე სპეციალურ ლინკზე დაათვალიეროთ ავტომობილები, რომლებიც აქ იმყოფება და გაჩერებულებია გასაყიდად, ან კონკრეტულად დაუკავშირდეთ და მიწეროთ თუ რა ავტომობილს ეძებთ. მერე გამოგიგზავნიან სურათებს თუ რომელი ავტომობილები იყიდება აქ და საუკეთესო ვარიანტს ერთად აარჩევთ. ერთი სიტყვით პრობლემა არ არის. აღწერაში ლინკზე უნდა გადახვიდეთ, მიწეროთ და საუკეთესო ვარიანტს შემოგთავაზებენ. Volvo-ს გაგონებაზე ყველა ავტომოყვარულს ახსენდება შვედური ხარისხი და შვედური უსაფრთხოება. თუმცა დღესდღეობით ეგრე არ არის, შეიძლება ძალიან უსაფრთხო არის და ძალიან ხარისხიანი და ყველაფერი, მაგრამ შვედური არაფერი აღარ არის დარჩენილი. მხოლოდ ფესვებია დარჩენილი შვედური ამ ავტომობილში. აქვე შეგახსენეთ, რომ Volvo იყოფა ორ ნაწილად, მძიმე ტექნიკა, იგივე სპეცტექნიკა შეგვიძლია უწოდოთ და მსუბუქი ავტომობილები. ეს კომპანია არის გაყოფილი და ამაზე პატარა ისტორიას მოგიყვებით. 1999 წელს Volvo შეიძინა Ford-მა, Ford-ის კომპანიამ. Ford-ი ასევე ფლობდა მაგ პერიოდში Land Rover-ს და Jaguar-ს. საბოლოოდ რომ ვერაფერს ვერ გახსნენ და ვერაფერი ვერ გამოიყვანეს ამ ბრენდებიდან, საბოლოოდ დაანებეს თავი. აი ეგ იყო მაგათი ბოლო გადაწყვეტილება. ესე იგი Land Rover-ი და Jaguar-ი ინდოელებს შეტენეს. Volvo შეტენეს ჩინელებს. დღესდღეობით 2010 წლიდან ჯილია ესეთი კომპანია, ბოდიში თუ არასწორად ვიძახი სახელწოდებას ამ კომპანიის, ჯილი, ფლობენ Volvo-ს. და საბოლოოდ და მარტივად რო არ დაგაბნიოთ, კიდევ ერთხელ გამეორდები. Suzuki არის ჩინური, Suzuki ავტომობილები, მძიმე ტექნიკა არის შვედური. ლოგო მამაკაცის სიმბოლო, თუმცა როგორც კი ჩინელების ხელში აღმოჩნდა Volvo, ეგრევე ლოგო რაღაც ცოტათი დაპატარავდა.
შინური ყოველთვის სულს არ ნიშნავს, პად ორიგინალი ტავარი მაგრად გამოძდით მაგათ, ამიტომ არ არის აუცილებელი რომ Volvo-ს დაეკარგა ის თავისი ხარისხი და უსაფრთხოება. ზუსტად მაგიტომ დღეს ვეცდებით რომ გავერკვიოთ ამ მანქანაში, მართლა იგივე Volvo-ა, იგივე სული გააჩნია თუ ჩინელებმა ყველაფერი შეცვალეს და სხვა მხარეს წავიდნენ. პირველი რაც თვალში მომხვდა და არა მარტო თვალში, ხელში, ეს არის გასაღები Volvo-ს, რომელიც ძალიან სიმპათიურად გამოიყურება, ჩემი აზრით, ელეგანტურობის პიკი არის აი ეს გასაღები. მომეწონა, ბრავო. მართლა კარგი. ესეთი გასაღებით არსად არ გაგიტყდება მისვლა. შეგიძლიათ თამამად ამოიღო და ეს მამაკაცის სიმბოლო, რომელიც აგზევიდა, დააგდო ჟირნად მაგიდაზე. კაია, პლუსი დიდი. ვიზუალურ მხარეს რაც შეეხება, ეს არის T6, როგორც ვახსენე, R დიზაინი, ანუ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კომპლექტაციის ავტომობილი Volvo-ებში, ანუ ფულია ბრატ. ამიტომ ძალიან ლამაზად გამოიყურება და ელეგანტურად. ფერი უხდება ამ შავ-თეთრ გარემოს. მართლა უხდება ეს ფერი და შემოაქვს რაღაც ნათელი და კაშკაშა ფერები და ჩემი აზრით სხვათა შორის ვფიქრობდი ამაზე, შავიც არ იქნებოდა ცუდი. შავიც მოუხდება ამ მანქანას. ის სტილი და დიზაინი, რომელზეც Volvo გადავიდა, მართლა თავის ინდივიდუალურობას ხას უსმევს. ინდივიდუალურია. ჩემი გადმოსახედიდან არც სხვირი არ დაუმახინჯებია და არც ტრაკი. ქონდა Volvo-ს რაღაც პერიოდი, როდესაც აი პირდაპირ ვუყურებდი, ეგრევე თვალს ვარიდებდი, იმიტომ რომ არ მომწონდა, რაღაცნაირი იყო რა, არაფრის მთქმელი მანქანა იყო. თუმცა დღესდღეობით თავისი ინდივიდუალურობა რაშიც გამოიხატება, თუნდაც იგივე ეს ფარები და თავისი ცხვირი და ის ცხაურა, ისევ ცხაურაა და რაღაც კატასტროფა სასწაული BMW-სავით არ მოუფიქრებია და არ დაუმახინჯებია და ამაშიც ერთი დიდი პლუსი მინდა დაუწერო. ჩემი გადმოსახედიდან და ჩემი გემოვნებიდან. ცხვირი მართლა ლამაზი და ისეთია, ელეგანტური. სპორტულობას რაც შეეხება, ჩემი აზრით, აი Volvo და სპორტულობა ვერ წარმომიდგენია. თუმცა შიგნაკრავი დრიფტერები, როგორც ვარ მე, ძველ Volvo-ებს იღებდნენ და რაღაც ტურბინიან ძრავებს დებდნენ და 600 და 700 ცხენზე აყავდათ кайფის გამო და განსხვავებლობის გამო. ეგ ეს კარგია, ცუდი არ არის, მაგრამ ეს არის ინდივიდუალური მიდგომა. ანუ ეგ ერთეულებია, რა თქმა უნდა, და თითზე ჩამოსასვლელი ავტომობილებია. ვიზუალურად არის და არა მარტო ვიზუალურად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი Volvo არის Volvo-ებს შორის. უკანა მხარეს აი ადამიანი ალბათ არ მეგულება, რომ შეხედოს და ვერ მიხვდეს, რომ ვერ გამოიცნოს, რომ ეს Volvo-ა. უკანა მხარეს Volvo ისე Volvo-ა. ეს თავისი ფარები, რომელიც ბოლომდე საბარგულზე ადის, ხოლმე იმას მიუთითებს, რომ ჩვენ ვუყურებთ Volvo-ს. ფარეს რო თავი დავანებო, დანარჩენზე რა შემიძლია ვთქვა? შემიძლია აღვნიშნო fake ნასადგები ჩვენი მაყუჩის, რომელიც Mercedes-ივითაა, შიგნიდან არის გულშიწელი და გარეთ უბრალოდ სილამაზისთვის არის ეს დეკორაციას მიმაგრებული. ამ მანქანას ეპატიება, იმიტომ რომ ამ მანქანას ჯოჯოხეთური ხმა არ აქვს და რაც შეიძლება კომფორტული უნდა იყოს. Volvo, აი Volvo რო გვესმის, რა წარმოგვიდგენია? მე მაგალითად წარმომიდგენია, აი Volvo როგორი კამანდესთვის, აი წარმატებული ტიპები რო არიან რა. არ აქვს მნიშვნელობა კაცი იქნება თუ ქალი იქნება, თეთრი პერანგით, ესე მოწესრიგებული, სუფთად, დილით რო დგება, დილით რო იღვიძებს და რავი, თავის სამსახურში რომ მიდის, ბედნიერი, მომღიმარი სახით. თუმცა ყველა ვინც იღიმის არ არის კარგი, შეიძლება იყოს ფსიქოპატი. ბევრი ვაღარ ვილაპარაკო და მოგაწყინო და მეც გავიყინი აქ. შეგვიძლია უკვე ჩავზეთ და გავიარო და შიგნიდან მოგიყვეთ უკვე Volvo-ზე. წავედით. სტარტ-სტოპი განსხვავებული გვაქვს, უბრალოდ ღილა კი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ბერკეტი, რომელიც უნდა გადავატრიალოთ მარჯვნივ. ესე იქოქება და ასევე ჩაქრობა, როდესაც გვინდა რომ ძრავი გავთიშოთ ავტომობილში, ისევ მარჯვნივ ვატრიალოთ. აქვე კარგი სიახლე მაქვს, თქვენ ხედავთ მანქანისფერ ჯოს, რომლებიც დაემატა უკვე ჩვენს საიტზე. UTD Store G. თქვენ შეგიძლიათ უკვე მერჩი შეიძინოთ და ასევე შეგიძლიათ სურნელოვანი ჯოებით შეიძინოთ. რა თქმა უნდა, სახლში მიტანით, თქვენ მიუთითებთ თქვენ სასულო მისამართს და იქ მოგიტანენ ჯოსაც და მერჩსაც. ანუ ჩვენ მაისურს ან ჰუცს UTD Store G. ანუ Facebook-ზე აღარ არის საჭირო იმის მოწერა თუ რა ღირს. და რა გვაქვს და რა არ გვაქვს. საიტზე შეგიძლიათ პირდაპირ შეხვიდეთ, დაათვალიეროთ სასურველი ნივთი, შეიძინოთ, აირჩიოთ და მოგიტანენ სახლში. მადლობა ყურადღებისთვის. წავედით.
მოდი სტანდარტულად მივუყვეთ ყველაფერს, რა მოგწონს, რა არ მოგწონს, რა შევცვლით და რა ვერ გავიგეთ ზოგადად ამ ავტომობილში. საჭეთი დავიწყოთ, ჩვენი საჭე. საჭი არის ის დეტალი ავტომობილში, რომელსაც ყველაზე ხშირად ვეხებით და ყველაზე ხშირად ალბათ ვუყურებთ. საჭე მართლა ნორმალურად გამოიყურება, ცუდი ნამდვილად არ არის. საჭეზე განთავსებული ღილაკები უფრო მომეწონა ვიდრე საჭე. აი ეს ღილაკები პლასმასში რაღაც ელეგანტურად გამოიყურება. ნუ ეს რაღაც ახალი ინოვაცია არ არის, რომ საჭეზე ღილაკები გვაქვს, უბრალოდ განსხვავებული დიზაინით შემოგთავაზა Volvo-მ, რა ძალიან მომწონს. სიმპათიურია, კარგია. ერთადერთი რაზეც ვერ ჩამოვყალიბდი, ეს არის მთავარი მაჩვენებლების დაფა. კი, ეს არის ციფრული, აქ გამოსახულება, არ არის მექანიკური, თუმცა მომწონს თუ არა, ვერ ჩამოვყალიბდი და გეტყვით რატო. აი, არაფრის მთქმელი დაფა არის, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ავტომობილში რეჟიმებს ვთვლით, მანდაც ბევრი არაფერი არ იცვლება. დაინამეთი. დავაჭიროთ. აციმციმდა ავტომობილი, სპორტულ რეჟიმში არის ახლა და ავტომობილის დაკიდების სისტემა იწევს ქვევით. ანუ ავტომობილი დაბლდება ნელა. მხოლოდ ეგ ვანახა რომ შეიცვალა. ანუ აი ემოციებს არ გაყრის გემოვნებით. უბრალოდ ზედმეტად პედანტი მასტი უნდა იყო, აი ეს რო გევასებოდეს. აი როგორი ტიპი უნდა იყო, იცი ყველაფერი რო გათვლიდეთ წამებით, წუთებით, რაღაც აი 5 წუთს რო ვიღაცა დააგვიანოს, უკვე შენთვის რო პანიკა, ქაოსში რო ხარ, არ იცი რა ხდება. ზუსტად აი ეგეთი სიტუაცია მაქვს აქ. არ უნდა მივეჩვიო იმას, რაც გვაქვს. არაფერი არ იცვლება. ამიტომ ვერ ჩამოვყალიბდი. მომწონს თუ არა, თქვენ გადაწყვეტეთ, თქვენ მოგეწონებოდათ თუ არა. მაგრამ შემიძლია გადავიდე უკვე მთავარ მონიტორზე, მთავარი მონიტორი, სადაც სხვა დანარჩენი ფუნქციები გვაქვს და ოფციები განთავსებული, რომელიც არის touch-ი, ესე მარტივად. დიზაინით არც ეს არ გამოირჩევა, ხა პირდაპირ ვიძახი, რაღაც ორ ფერში არის სულ, მაგრამ touch-ი მუშაობს, ჯერჯერობით არ ჭედავს. ცოტას, თუ ძალიან ჩქარა გვინდა რაღაც smartphone-ივით, შეიძლება ოდნავ უცებ გითხრას, ხო არ უბერავო შენ, მაგრამ აქაც შეეძლოთ ჩინელებს, მით უმეტეს ჩინელებს არ უჭირთ ეგეთი რაღაცეები, აი ჭრელა-ჭრულა რაღაც ფერები, მაგათ არ უჭირთ. ეგენი არიან პირველები ეგეთ ყურებში. შეეძლოთ რაღაცა დიზაინი გაეკეთებინათ ლამაზი, რომ არჩევის მიხედვით რაღაცა ქონოდა სხვადასხვა რაღაც ფერი მაინც იცვლებოდეს. აი როგორი რაღაცაა, იცი? გეგონება ციგნაკი გადაშალე რაღაც სიის და იმ სიას ათვალიერებ და ეძებს სასურველ ან ნომერს ან სახელდაგვარს ვიღაცის. აი არაფერი განსხვავებული ამას არ აქვს. კი, ცუდი შეიძლება არ არის და ვიღაცას არ აწუხებდეს, მაგრამ მირჩევნია კონდეს ის მკვეთრი ფერები, კაშკაშა ფერები და სხვადასხვა ფერები, რაც უფრო განწყობასო გიხალისებს. შავი ჭერი გვაქვს ალკანტარა. რა თქმა უნდა, დიზაინს თქვენ თვითონაც ხედავთ, ამაზე ყურადღების გამახვილებას აზრი არ აქვს. Heads up display გვაქვს, ეგეც კარგია. უსაფრთხოებასაც შეეხება, კი, ბევრი ოფციები აქვს ამ მანქანას, იგივე blind spot-ები გვაქვს, ყველანაირ საგზაო ნიშნებს აფიქსირებს და გაწვის ინფორმაციას, რომ აი ამ მონაკვეთში უნდა იარო, ამ სიჩქარით და ასე შემდეგ. ეხლა გვიწერია 80, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ გამოვედით ამ გზაზე, ამ ტრასაზე, 80 იყო შეზღუდვა და ავტომობილი ყველანაირად გვანიშნებს, რომ 80-ით უნდა ვიაროთ. ასევე უწყვეტი ზოლის ლოგოც ამოვიდა, რომ გადასწრება არ შეიძლება. კი, ესეც უსაფრთხოებაზე მიუთითებს. ან გაითვალისწინებ, ან უბრალოდ დაიკიდებ და გადაასწრებ სატვირთოს, რომელიც წინ მიდის 50-ით. ასევე ავტომუხრუჭი collision warning, რომელიც საფრთხის შემთხვევაში თვითონ ამუხრუჭებს, რომ ავარიაში არ მოყვეთ. მოკლედ და კონკრეტულად რო გითხრათ, ის ფუნქციები ყველაფერი დღესდღეობით, რაც საჭირო, ყველაფერი აქვს. კი ბატონო, მაგრამ ეგ კიასაც აქვს, იაფიან ძიშოუ რაღაც კიასაც აქვს. ანუ ეგ პრობლემა არ არის და 2020 წელს ეგ ინოვაციაც ნამდვილად ვერ ჩაითვლება, იმიტომ რომ თითქმის ყველა ავტოინდუსტრია იყენებს მაგ ოფციებს ავტომობილს, რომ იყოს უსაფრთხო, კომფორტული და რაღაც შარში რო არ გავეხურეთ, დამხმარე ფუნქციები, რომელიც ჩვენ გვეხმარება. თავარი არის ფასი. ფასი ყოველთვის არის თავარი ყველაფერში. ფასიდან გამომდინარე აკეთებს ადამიანი არჩევანს, ეს იქნება ავტომობილი, ტელეფონი თუ ტანსაცმელი. რამდენიც გვაქვს, იმაში ვეძებთ საუკეთესო ვარიანტს. გასარკვევია ამ ავტომობილის ფასი და მე უფრო მარტივად შეგვიძლია შევადაროთ სხვა ავტომობილებს და სხვა კონკურენტებს. ან ამ ფასში მაგალითად რას შევიძენდით ჩვენ, ან ჯობია თუ არა ამ ფასიან სხვა ავტომობილებს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ ის გადავჩენილი რომ ფასი გავიგოთ. ფასი მინდა გავიგო ახალი, აი ცენტრში მივიდე და ვიკითხო ფასი. რა ღირს ეს მანქანა ამ კომპლექტაციით? ერთ დიზაინი. T6 საუკეთესო ავტომობილი, რომელიც შეიძლება Volvo-მ შემოგთავაზოს XC90-ში. სახელმწიფოზე შევედით მარტივად, პირდაპირ Volvo Sense მინდა დაუკავშირდე და უბრალოდ ფასი ვკითხო.
აგე. გარეკვის ღილაკი პირდაპირ ხონია. მოგესალმებით, Volvo Cars ticket-ა. ქართული ენისათვის არჩევად ღილაკი 1. For English, press 2. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით თქვენი საუბარი იწერება. ეს როცა იწერება, ესე იგი პიზდეცია. მისაღებად აკრიფეთ ღილაკი 1. ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებით აკრიფეთ ღილაკი 2. აჯერი იგია შეძენაზე. იო, ულიმიტო ხო გაქვს ჩართული? გეუბნები, როგორც კი პირველივე ტექსტი არის, თქვენი საუბარი იწერება მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ესე იგი იქ უეჭველი რაღაც უნდა გაიხსნას. ჩავედი ჩეჩემ აზერბაიჯანში. ჰეითერები იტყვიან ეს დამთხევა არისო. შე აღარ მინდა კიდო კიდია, წავიყიდი სხვა რამეს. არა, მეორე მაინც ვიყვან მესამე რომ ანუ ერთი ტიპი ბაზრობს თუ ეს პროსტა ეს ავტომატურად პასუხობს რომ პირველი ხარ იქშიო და არავინ არ არის. ერთი ოპერატორია ხო? ანუ ერთი კაცი თუმრობდება წინ გამოც ერთადერთი ადამიანი პასუხობს. ხო, ნუ ერთი ოპერატორია სავარაუდოდ, იმიტომ რომ ვიღაცა ზეც დაჭორავს, აბა რომელი მანქანა ყავს და რამდენს დაწვავს და შვედური ხო არის და იქ კი. აბა რა. გამარჯობა. ავტომობილის ფასი მაინტერესებს Volvo-ი, ხო სწორად ვეკავ? დიახ, რომელი ავტომობილი გაინტერესებს? XC90 მაინტერესებს R დიზაინით, თუ ყავთ ეხლა. და ხალხი არ ხათიშოთ. $2,000 years later. Алло. გამარჯობა. გამარჯობა. მე მაიკო ვარ, Volvo კაპიტალის მენეჯერი. თქვენ გაინტერესებდათ ინფორმაცია XC90-ზე, ხო მასია? კი, აი R დიზაინი ყველაზე მაღალი კომპლექტაციით თუ ყავთ ეხლა ამ მომენტში. კი, 2020 წლის მოდელები ყავს ბატონო, ეხლა ანუ 45000 ევროდან იწყება და 61800 არის მაქსიმალური ღირებულება. ყავს მომენტომეთ R დიზაინი ყავს ერთი მოდელი შავი, გეტყვით ეხლა ეს კაცფას 116,000 евро უნდა ღირდეს, თუნდაც გამოგიქნავნით მის დეტალურ მახასიათებლებს Viber-ში ან mail-ზე. არა, ეგენი დაახლოებით ნანახი მაქვს. უბრალოდ ფასი მაინტერესებს, ყველაზე იაფიანი და ყველაზე ძვირი. ხო, ანუ 47000 ევროდან იწყება მომენტუმის ღირებულება, ან 5 ადგილიანი არის ოღონდ თეთრი და R დიზაინი 47000 ევროდ ყავს შავი შავზე. აჰა, მშვენიერი, მადლობა. ხო, ერთი ყავს ოღონდ R დიზაინი. ერთია დარჩენი. კი ბატონო, კარგით, ეგ მაინტერესებდა თუ იყო. მადლობა დიდი. დიახ, კარგით, არაფერი, კარგად დაგაკეთეთ საყვარელი. მოკლედ გვიპასუხეს, აი უკვე რომ უნდა გამეთიშა გვიპასუხეს. ფასი გვითხრეს ეგრევე 47000 евро,
არ არის ძალიან ძვირი, ხო იცი შენ? ანუ მე მოველოდებოდი რომ უფრო ბევრს იტყოდნენ. მაგ ფასში უკვე სურათი იცვლება. კარგი მისაღები ფასია, პირდაპირ ვიძახი. მეგონა ეხა დააბრეხოდნენ რაღაც არა ამ ქვეყნიურ ფასს და ეგრევე უკვე გადატენილი მქონდა, მაგრამ აი უკრინდა რომ უნდა გადმოიგდო, ხო იცი და მიაყარო, აი ეგრე მოდიოდა დაჯმები. თუმცა დღესდღეობით დავაპაუზებთ მაგ დაჯმებს, იმიტომ რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტისთვის 57000 евро, ანუ მაღალი კომპლექტაციისთვის, ჩემი აზრით მისაღები ფასია. შეგვიძლია უკვე ჩავაქროთ ჩვენი ავტომობილი. ვიზუალურად პირდაპირ ვიძახი. სუდად ნამდვილად არ გამოიყურება, კარგი საუნდ სისტემა, კარგი დიზაინი აქვს, სავარძლების ლამაზად გამოიყურება, ანუ სუდად მართლა არ გამოიყურება. აი გულახდილად ვიძახი, ანუ თვალში არაფერი სუდად არ მხვდება ამ ავტომობილში. ერთადერთი რაღაც, რაც მე სუდად მოხვდა თვალში, ეს არის ტყავი, რომელიც გადაკრულია ამ სავარძლებზე, იმიტომ რომ ძალიან დაკუჭულია. გაცვეთილი და გაჭრილი და გახეული არ არის, თუმცა აი დაკუჭულია ეს ადგილები, აი კატასტროფულად დაკუჭულია. სულ აქვს 8000 გარბენი ამ ავტომობილს. 8000 კილომეტრში ესე ძალიან რომ დაიკუჭა, არ ვიცი, 2-3 წელიწადში 100-ზე და 150000-ზე ამის მდგომარეობაზე, ნუ არ ვიცი, პასუხს მე არ ვაგებ და ალბათ არც არავინ არ აგებს. აი შვედური დროშები და რაღაცეები შეგიძლიათ მე რო იყიდით, აი პატარა მაგალითად მოვაჭრა და ჩინური დროშა მიაკიდოთ, იმიტომ რომ მაგაში მინუსი. ეხლა უკვე ჩვენ გადავიდეთ მთავარზე ამ ავტომობილის, თუ რატო უნდა იყიდო ეს ავტომობილი და ზოგადად რისთვის ყიდულობს ხალხი. ეს არის ოჯახი და ეხლა განახებთ იმ პატარ-პატარა ოფციებს, რაშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს მანქანა. დავიწყოთ უკრიდან. ეგრევე უნდა გამოვიჭროს, სახეში არ მოვხდეს. შესანიშნავი ოფციებია. ღვედები თუ გადარჩა, კარგია. აქ ხედავთ უზარმაზარ სივრცეს, ის ბოლო ორი სავარძელი, რომელიც გვაქვს, ეგ არის ჩაკეცილი. სათადარიგო საბურავი. მაგრამ აქ არ მთავრდება ეს ორი სავარძელი და შეგვიძლია უკანა სავარძლებიც გადაიწიოს და მივიღებთ უფრო დიდ სივრცეს. როგორც კი ამას წევთ, თავის მისადები თავისით ვარდება, რომ წინა სკამს არ შეეჯახოს და ესე იკეცება. სამივე სკამი იგივეს აკეთებს. აი ესე და უზარმაზარი სივრცე გვაქვს. ესეც იხსნება. ცოტა საჩალიჩოა. უკან მიყენება, მაგრამ იხსნება, რაც თავარია. მოკლედ, ვოლო მე ძაღლის garaშე ვერ წარმომიდგენია, ყველა ვოლოს პატრონს უნდა ყავდეს ერთი ძაღლი, რომელსაც ჩასვავს უკან და აი ამითი გადაუტიხრავს, რომ წინ არ გადმოვიდეს. თუმცა ცოტა ამის მიყენება უკან, რო არ მოგატყუოთ. და ყველაზე მთავარი, ახალ თანამედროვე ავტომობილებს მოყვება ფეხით გაღება საბარგულს. როდესაც ჩვენ პარკებით მოვდივართ და გვინდა რომ გავაღოთ საბარგულს და რაღაც თითს ვერ ვაჭერთ, კომფორტის მიზნით გამოიგონეს ეს ფეხით გაღების საბარგული. ნახოთ, რამდენად ეფექტურად და კარგად მუშაობს. აი მოვდივარ, აი ეს მოვდივარ.
ალილუია, პირველივე ცდაზე. კიდე ერთხელ მინდა ვცადო. გადავამოწმოთ, რომ ავტომობილი არის ჩაკეტილი. ჩაკეტილია. კიდე მოვდივარ. დამეღალა ხელები უკვე. ტალახში ვარ, ძმაო, გააღე. ფაქტია, ავტომობილი ჩავკეტე და ზუსტად იგივე მოძრაობას ვაკეთებ, აი ეს ბალეტის ცეკვის მოძრაობას, ესე თან. გაიგე ხმა? ერთი სიტყვით, ერთის გამოტოვებით მუშაობს. თუ გაგიმართლა, თუ არა და დადეხ მაგ პარკებს და დააჭერ ხელს და მერე გააღებ. აჰა. ძველი მეთოდი, დააჭირე, ღილაკს გაიღება, რა იცი რომ არ გამაზავს. დააჭერ, დაიკეტება. ასევე მთავარი, ყველაზე მთავარი, ბოლოსთვის შემოვინახე, ეს არის ზრავა ამ ავტომობილის. მოდი ჩავხედოთ 2-დან 0 ერთ რიგად ჩამწკრივებული 4 ცილინდრი, ვინაიდან ეს არის ტოპ ვერსია, აქ გვაქვს ანუ T6 მოდელებზე, როგორიც არის ეს. აღენია ტურბოს და ჩარჯერიც, ანუ ტურბო ჩარჯერიც არის და სუპერ ჩარჯერიც არის. ორივე რაში დაჭირათ არ ვიცი, რატო გაირთულეს ცხოვრება. ვინაიდან თითქმის კი ყველა Volvo-ზე უკვე 2-დან 0 ლიტრის მოცულობის ძრავებია. ასევე დიზელიც 2-დან 0-ია და ჰიბრიდიც 2-დან 0-ია და ნუ ყველაფერი 2-დან 0-ია. სხვა ძრავი არ გააჩნიათ და რატო ვერ ხვდები? რაღაცა ორი ვერსია მაინც რო იყოს, კი, მესმის რომ ერთ ძრავს იღებენ და ხვეწავენ. მაგრამ რაღაც ერთფეროვანი არის, ანუ ზედმეტად ერთფეროვანია, ანუ ყველა სხვა ავტო წარმოებებს აქვს რაღაცა 3 და 4 ვარიანტი ძრავების. აქ არის 2-დან 0, დამთავრდა. Volvo გინდა ჯიპი 2-დან 0, საშუალო ჯიპი გინდა 2-დან 0. დაბალი სედანი გინდა 2-დან 0, ანუ ყველგან 2-დან 0 იყოს. არ ვიცი. კომენტარი რა გავაკეთო, არ ვიცი, იმიტომ რომ ვერ ხვდები სხვა ძრავი რატო არ აქვს. ერთ-ერთი კითხვა ის მიჩნდება, შეუძლიათ თუ არა სხვა ძრავების გაკეთება კარგის. აი ეგ მომდის თავში პირველი კითხვა. ნუ ძრავები რომ კიდიათ და მაგას ყურადღებას არ აქცევენ, მაგას ვიზუალურადაც ხედავთ, აი ზედმეტად ჩვეულებრივი არის, არანაირი განსხვავება. აი T6 რო არის, მაგის განსხვავებასაც ვერ ხედავ. აი T6-ის არ აწერია. ანუ არაფერი არ აწერია, უბრალოდ პლასმასის ხუფებია, მორჩემი პლასმასები დაყენებული. ბევრი რო არ ვიბოდიალო პირდაპირ გეტყვით ამის მონაცემებს. ნუ გადაცემათა კოლოფი ვახსენე, 8 სიჩქარიანია, ავტომატური გადაცემათა კოლოფი აყენია. დაკიდების სისტემა ნახეთ როგორ მუშაობს, მაღლა, დაბლა საკაიფოდ ადის ჩამოდის, მაღლა არ ვიძახი 2 სანტიმეტრი, კარგად დიძიადის, კლირენსი საგრძნობად ეზრდება, ეგეც კარგია და ძრავი გამოიმუშავებს, ეს ვერსია T6-ის ვერსია გამოიმუშავებს 316 ცხენის ძალა. 316 ცხენის ძალა და ეხა ქალაქშიც როგორც დავდიოდით, ხო? პირდაპირ ვიძახი, უკმარისობაში არ მაგდებს, ანუ რაღაც განცდას არ მაძლევს უკმარისობის ცხენის ძალის, როდესაც მე მჭირდება, აი დაინამიკში როდესაც მივდიოდით, ხო? აი გაზის პედალს ვაჭერ, კი, ჩქარია მანქანა. ანუ ნელი არ არის, ვერ იტყვი რომ ამ მკვდარი ძრავი არისო, ამ წონას ვერ ერევა, მაგასაც ვერ იტყვი, მაგრამ რა თქმა უნდა, ის კონკურენტები, რომლებიც დღესდღეობით ბაზარზე იმყოფებიან და უკვე SUV რო გამოდის 500, 600 და 700 ცხენის ძალებით და რაც ბატკა, ბუთკი, პოპკორნები და ჯოჯოხეთის მაშხალები რო არიან, იმათან ახლოს ვერ მივა. ეს არის მხოლოდ თქვენი გემოვნებით ასარჩევი ავტომობილი. ზოგს ისეთი უნდა, ზოგს ესეთი უნდა. ამ ვერსიაში უბრალოდ სახში გეყენოთ სუფთა გაწკრიალებული, ჩამოხვიდე, ჩაჯდე, გადაქოქო და წახვიდე. კი ბატონო, იდეალურია. ნამდვილად არ არის ცუდი მანქანა. მაგრამ კონკურენტებს რაც შეეხება, ყველაფერი მანდ იწყება. აი მანდ უკვე ეჭვები მიჩნდება, შეიძლება სხვა ავტომობილი ამერჩია. შეიძლება. ვინაიდან სიმპათიებით განვეწყე ამ მანქანის მიმართ, დამაინტერესა თუ მეორად ირაღერს. იმიტომ რომ კარგი მანქანაა, ცენტრშიც დაურეკეთა ფასი მისაღები იყო, თუმცა ჩემი ვიდეოები მთავრდება იმითი, ანუ შევიძენდი თუ არა ამ ავტომობილს. მოდი არ დაგიმალავთ ეხლა და მე ის კატეგორია პირდაპირ ვიძახი არ ვარო 60.000 евро გადავიხადო ჩვეულებრივ ესეთ ავტომობილში, მაგრამ მეორადის შემთხვევაში სულ სხვა არის.
მეორადი შემთხვევაში ჩვენ ვკითხეთ კავკასიის ავტოიმპორტს, დაახლოებით ამ ავტომობილის ღირებულება თავისი ჩამოყვანით, თავისი გაკეთებით, გაკეთებას იმიტომ გულისხმობ, რომ ყველა ჩვენ ვყიდულობთ ავტომობილებს კოპარზე, უმეტესობა პატარა მცირედი დაზიანებით, რომ მე ჩამოვიყვანოთ, გავაკეთოთ და რაღაც იაფში გამოვიდეთ, მარტივად რო თქვა. ამ იაფში გამოსვლა ხდება როგორ? დაახლოებით $25,000-ში ვეტევით, რომ ესეთი ავტომობილი შევიძინოთ. პლუს მინუს, რა თქმა უნდა. აქ შედის შეძენა, ჩამოყვანა, გაკეთება, დასრულება, გადაქოქვა და სიარული. $25,000 პირდაპირ ვიძახი, 2018-იანი და 19-იანი ესეთი ავტომობილი, აი რავი, ხელები ამიწევია და მithქვია, რომ მისაღებია. კი, მომეწონა. მაგ-ფაში ნამდვილად მომეწონა. მაგრამ ისევ იმას უბრუნდები, რომ ცენტში მე პირადად ვერ გავიქცეოდი და ამ ხელალ თანხას ამ მოდელში ვერ გადავეხტიდი ატომობას. ყველაფერი მომეწონა თითქმის თუ რაიმეს ზედა არ ეს ავტომობილი იმდენად ახალია, რომ თუ ეს ავტომობილი ისევ ისეთი იყო, როგორც დღეს გადავიღეთ 100,000 კილომეტრის მერე, ან 150,000-ის მერე, ვიტყვი, რომ ეს მანქანა არის ძალიან მაგარი. მაგრამ ავტომობილს, რომელსაც აქვს 4 ცილინდრი, არის 2-დან 2, არის ტურბოჩარჯერი და სუპერჩარჯერი, რაღაც მე ეჭვება, რომ 100,000-ის მერე ისევ ესეთ მდგომარეობაში იყოს. დარწმუნებული ვარ, სერვისი ამ ავტომობილის პატრონს გააწამებს 100,000-ის მერე. ნუ ეს შეიძლება მცდარი ინფორმაცია იყოს, ეს უბრალოდ ჩემი მოსაზრებაა. უღრმესი მადლობა ამ ავტომობილის პატრონს, კარგი მანქანა, ყოველ შემთხვევაში მე მომეწონა, ყველაფერი მისაღებია ჩემთვის. ამ უჯმურამინში შეგახსენეთ, რომ ვიღებდით Samsung Galaxy S20 Plus-ით ამ ვიდეოს, რათა ნათელი ფერები შემოგვემატა და რაღაც განწყობა გაგვეხალისებინა. უღრმესი მადლობა კავკასიის ავტო მარკეტს, რომ გვათხოვა თავის ტერიტორია, დაგვითმო დრო და გადავიღეთ ეს ავტომობილი. მე იზღადამჩენია დაგემშვიდობათ, მე ვარ გიორგი სარიშვილი. ეს იყო ჩვენი Volvo. ჩინური ავტომობილი შვედური ფესვებით. წავედით. უჟმურამინში რომ გადაგვეღო იყო ეს როგორ? კარგი ვიდეო რომ გადაგვეღო ეს არის XC60-ია, ხო? 90. ეს არის Volvo XC60 და ყრული 90-ია. საბოლოოდ რომ ვერაფერი ვერ უშველე, მეცადე როგორ უნდა იცით თქვა? საბოლოოდ ვერაფერს ვერ გახდნენ და ვერ ესე იგი თავ მაცადე შედედამ უკრინდან მოდის ყველაფერი ჩართო.